პარტნიორიდან პრობლემამდე საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა. ასე ქვია მოსმენას, რომელიც ჰელსინკის კომისიაში დღეს გაიმართება საქართველოს საქმეზე მოწმის სტატუსით სალომე ზურაბიშვილს მოусმენენ. ყოფილ პრეზიდენტთან ერთად კომისიის წინაშე ასევე წარსდგებიან თინა ხიდაშელი და აცონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლიუკ კოფი. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში ჩინური ინვესტიციების მოზიდვით ქვეყნის სუვერენიტეტი შეარყია. არჩევნების შემდგომ ძალაუფლების დათმობაზე უარით კი შეერთებული შტატების ინტერესებს საფრთხე შეუქმნა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსმენაზე საუბარი შეეხება მეგობარი აქტის მიღების მიზანშეწონილობასაც. საქართველოს საკითხზე ჰელსინკის კომისიის მიერ დაგეგმილ განხილვას აფასებენ თბილისში. ეს თავისთავად არის ძალიან კარგი ფაქტი, რომ ჰელსინკის კომისიაზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოდან სპიკერები და ძალიან ნათლად მიუთითებს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას მართავს რუსული ხელისუფლება და მიუხედავად იმისა, რომ რუსული ხელისუფლების წყალობით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღარა ვართ, მაინც საქართველოს და ქართველი ხალხი იმსახურებს ყურადღებას ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან. ამიტომაც ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ყურადღება იქნება გამახვილებული ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და ყურადღება იქნება გამახვილებული მეგობარ აქტზე, სანქციების პაკეტზე, რომელსაც ჩვენ ველით ამერიკის შეერთებული შტატებისგან პერსონალურად ქართული ოცნების ლიდერებზე და ქართული ოცნების იმ ადამიანებზე, რომლებიც რეჟიმს ეხმარებიან ძალაუფლების შენარჩუნებაში. ამ კონკრეტული პერსონების იქ გამოსვლის გამო თუ აქვს ვინმეს მოლოდინი, რომ ჰელსინკის კომისია ქართული ხალხისთვის მისაღ გადაწყვეტილებას მიიღოს, მე პირადად არ მაქვს ამას. მე პირადად იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება ქართული ხალხის მხარდამჭერი გადაწყვეტილება, ამას უკავშირებ იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ორპარტიულად ხვდებიან იმას, რომ ქართული ხალხის დატოვება, აი ამ მოძალადე ავტოკრატიული რეჟიმის წინაშე, როგორც არის დღევანდელი ოცნება, არ შეიძლება ასე რომ თუ ამერიკის უკვე ნახეთ კონგრესი და ახლა უკვე სენატი მიიღებს და დაამტკიცებს მეგობარ აქტს და ზოგადად ის ამით გამოხატავს ხადაჭერას ქართული ხალხის მიმართ, ეს იქნება ქართული ხალხის დამსახურება და ხო ერთ-ერთი იქ ყოფილი ან არსებული თანამდებობის პირის გამოსვლა ამაში რაღაც განსაკუთრებულ როლს ვერ შეიტანს. ჩინეთთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ თუ დააკვირდებით, ასევე მეზობელი ქვეყნებიც ყველა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან კონდეს კარგი ურთიერთობები, ყველანაირი მიმართულებით, შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეხლა აგენტურას რა სურვილი აქვს და რა არის მათი მთავარი მამოძრავებელი, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ჩვეულებრივად ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან, გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებით, აკეთებენ ყველა მითითებას, რასაც ეუბნებიან, რასაც ავალებენ, მზად არიან და ყველაფერს აკეთებენ, თუნდაც ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ წავიდნენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. ჰელსინკის კომისია იქცა ჩვეულებრივად ცირკად, როდესაც ხან გიგაურს იბარებენ, ხან სოროსის ფონდის დირექტორს იბარებენ, ხან ქალბატონ ზურაბიშვილს, მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტს, ხან ქალბატონ ხიდაშელს, რომელიც სეპარატისტებისგან ფინანსდება ტაივანზე მაქვს საუბარი და თითქოს მათ ასაუბრებენ ქართული ხალხის სახელით, ხომ? ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი, ჩვეულებრივი ცირკი და როდესაც ისინი აპელირებენ ჩინეთსა და ჩვენ შორის ძალიან მეგობრულ ურთიერთობაზე, ეს რა თქმა უნდა არის პარადოქსი, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის ვაჭრობა არის ჩინეთთან 700 მილიარდი დოლარი, ევროკავშირის ვაჭრობა არის 800 მილიარდ დოლარამდე ჩინეთთან და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორების ძალიან დიდი სია, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა თავის მხრივ ჩინეთთან აქვს გაფორმებული. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად სასაცილო რაბრალდებასაც ისინი გვიყენებენ და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ესეთი ტიპის პარტნიორობა, რეალური პარტნიორობა, ვინაიდან მოგახსენებთ რომ როგორც კი გავაფორმეთ ეს პარტნიორობა, მაშინვე დაიწყო უვიზო მიმოსვლა, გაფორმდა სავაჭრო ხელშეკრულებები და ძალიან ბევრი სიკეთე იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ეკონომიკისთვის და შესაბამისად ჩვენი მოსახლეობისთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.